ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტს 13 წელი შეუსრულდა. დაბადების დღისა და საიუბილეო კვირეულის აღსანიშნავად აეროპორტის ტერიტორიაზე მთელი კვირის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად მიიჩნევა და რა თქმა უნდა ეს სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. 13 წლის განმავლობაში ტერმინალი 6-ჯერ გაფართოვდა, ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდა, ხოლო 2023 წელი აეროპორტისთვის ისტორიული იყო, რადგან პირველად მიიღო 1,700,000-მდე მგზავრი. უფრო ცლად ამ თემაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორთან ლევან მოსეშვილთან ვისაუბრებთ, რომელიც უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით 13 წლის იუბილეს. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხნის არ ხართ, მაგრამ არც პატარა. 13 წლის გავიზარდეთ. კი ბატონო, კი. იზრდებით. როგორ აღნიშნეთ ჯერ პირველ რიგში გითხარით და საიდან ხონდათ მილოცვები და როგორ მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, მნიშვნელოვანი კვირეული ჰქონდა. განახლებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნავს 13 წლის იუბილეს, რომელიც 25 ოქტომბრიდან დაიწყეთ და მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც აეროპორტში საქმიანობენ, მათთან ერთად მათი მხარდაჭერით აღნიშნეთ ეს იუბილე მთელი კვირის განმავლობაში. ვიზას მხარდაჭერით და კოლაბორაციით ჩვენ 30 რიცხვში ჰქონდა ეს ღონისძიების კულმინაცია. დრამერებთან ერთად DJ აფორმებდა მთელს აეროპორტის ტერმინალს, მგზავრებს განწყობას უქმნით წინასამგზავრო განწყობას. სხვადასხვა შეთავაზებები იყო, საინტერესო შეთავაზებები ჰქონდა პარტნიორი კომპანიებისგან. კაი სურპრიზები იყო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რაც იყო და კულმინაცია ჩვენი დაბადების დღის, ეს იყო საჩუქრის გათამაშება, რომელიც საქართველოს მოქალაქემ 38 წლის ფარნაოზ იორდანიშვილმა მოიგო. აი, ეკითხობა ფარნაოზს. კი, ეხლა კადრებში ბოინგი მოიგო თუ რა? ფარნაოზ იორდანიშვილს გადავეცით, ესე იგი, ჩვენი მთავარი პარტნიორი კომპანიის ვიზეირის ბილეთი 2026 წლის განმავლობაში. მას შეიძლება ნებისმიერ დროს ლიონის მიმართულებით ორმხრივი ფრენა შეასრულოს. რამდენჯერ ასეთ ერთჯერადია სამწუხაროდ ჩვენც მოვიდოდით რა თამაშები. არა უშავს აცალით ახლა სხვა მგზავრებს. და ის რა ქვია, ამით საიუბილეო თარიღის აღნიშვნა დასრულდა. კი, გუშინ დავასრულეთ ჩვენ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, მთელი კვირეული იყო ძალიან ხიარული, განწყობაზე ზრუნავდნენ დრამერები, მუსიკოსები, DJ. ეს იუბილე იყო არა მხოლოდ მგზავრებისთვის, თანამშრომლებისთვისაც, თანამშრომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ძალიან აღსანიშნავი არის ეს 13 რიცხვი, გავიზარდეთ უკვე 13 წლის ვართ, ნელა-ნელა ვიზრდებით და გვაქვს იმის ამბიცია, რომ უფრო მეც მივახცევთ, უფრო გავფართოვდებით და კი ბატონო, აი დამთავრდა თქო, მაგიტომ ვიკითხე, დამთავრდა სადღესასწაულო დღეები და რა არის ხვალიდან? რა იგეგმება? ჩვეულებრივ რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ ეს ჩვეულებრივ რეჟიმი ყოველდღიურობას ანიშნავს, რადგან აეროპორტი ცოცხალი ორგანიზმი არის, ყოველდღე პროცესები მიმდინარეობს, 24 საათის განმავლობაში აეროპორტი ფუნქციონირებს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ აეროპორტის განვითარებაზე, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, მუდმივად ვზრუნავთ, რომ მგზავრებს მეტი კომფორტი შეუქმნათ. მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მგზავრი იქნება და ქუთაისის აეროპორტს ესტუმრება, გვინდა რომ კვლავ დაგვიბრუნდეს. და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის ჩვენ. აი, ჩაგეჭრებით, თქვენ ძალიან კარგი ფრაზა ახსენეთ, ცოცხალი ორგანიზმი არის, აი თუ შეიძლება აეროპორტს აი სქესი მიანიჭო ჩემთვის პირადად, ჩემთვის ქუთაისის აეროპორტი არის ეს რაღაც გამორჩეულად ქართული, აი როგორც კი შედიხარ მაშინვე გრძნობრო ქართული, აი ლამაზ ქალბატონს შევადარებდი, რომელიც არის ყოველთვის გამოპრანჭული, ყოველთვის ძალიან ლამაზი. მაგრამ მოდით გადავიდეთ საქმეზე. რა იყო ამ მართლა ძალიან ლამაზი და გამორჩეული აეროპორტისათვის ყველაზე ყველაზე გარდამტეხ წელად, რომელ წელს ჩათვლით, იმიტომ რომ ჩვენს თვალწინ ეს აეროპორტი იზრდება და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა როგორც ვიცი 24 წელი იყო ყველაზე 23 თუ 24 აი თქვენ როგორ გვია? ყველაზე რეკორდული იყო მე როგორც ვიცი მგზავრთა რაოდენობის მხრიდან რა ფაქტორებმა პირველი ის არის რომ ყველაზე გარდამტეხი ალბათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არის ის ფაქტორი რომ ზუსტად 13 წლის წინ ძველი კოპიტნარის აეროპორტი სრულიად განახლდა. აბსოლუტურად მთელი ინფრასტრუქტურა განვაახლეთ.
ავაშენეთ ახალი სამგზავრო ტერმინალი, ახალი ინფრასტრუქტურა დაემატა როგორც აეროპორტის მხარეს, ასევე მგზავრთა მომსახურების მხარეს. ახალი სანავიგაციო კოშკი გააშენდა. მზარდი არის აეროპორტი, როგორც უკვე აღნიშნე. ჩვენ შევძელით, რომ აეროპორტი ამ 13 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაგვეზარდა მასშტაბებით. ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. აბსოლუტურად ახალი ასაფრენ-დასაფრენ ზოლი შენდება, რომელსაც ცოტა მოგვიანებით შევეხები. ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ 8.8 მილიონი გზავრს მოვიმსახურეთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები არის. მინდა შევეხო იმას, რომ 2000 ასე იგი 12 წელს, როდესაც აეროპორტის მშენებლობა დასრულდა, პირველ წელს 200,000 მგზავრი ყავდა დაახლოებით. წელს გვაქვს იმის ამბიცია, რომ 2 მილიონი მგზავრით დავხუროთ წელი და თქვენ ნახეთ მასშტაბები როგორი დინამიკაა, მზარდი დინამიკაა. თქვენი აზრით, მაინც რამ განაპირობა ეს ზრდა? რამ გამოიწვია ის, რომ აი ამდენი მგზავრი მოემართება სწორედ ქუთაისის აეროპორტს? ზრდა განაპირობა პირველი ის, რომ სწორი პოლიტიკა გვაქვს შერჩეული, სატრანსპორტო პოლიტიკაა შერჩეული, ქვეყანა სწორად ვითარდება. ჩვენ ტურიზმს თავაზობთ მხარდაჭერას, უცხად მხარდაჭერას. ქუთაისის აეროპორტი წლების განმავლობაში ყალიბდება როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და ეკონომიკურ ცენტრად. ჩვენ ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი ქუთაისის აეროპორტს როგორც იმერეთის რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მუდმივად მუშაობთ ავიაკომპანიებთან ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რომ შემოვიყვანოთ ახალი კომპანიები, ახალი მიმართულებები, მგზავრებს შევთავაზოთ უფრო მოქნილი გადაადგილების საშუალებები, უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ორიენტირებულები ვართ ყველა სეგმენტის მგზავრზე აბსოლუტურად. დასაქმების მხრივ ადგილობრივების დასაქმება, მაგალითად მომსახურების სფეროში, ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულყოფილად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, ჩვენი სტაფის თითქმის 100% ადგილობრივებს წარმოადგენენ. ხელს უწყობთ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე სტუდენტებსაც. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდები გვაქვს პროგრამები სტაჟირებაზე ყავს სტუდენტები, რომლებიც შემდგომში აქვს შესაძლებლობა რომ დასაქმდნენ ჩვენთან, მოემსახურონ მგზავრებს, ეს სფერო შეიყვარონ და ვცდილობთ რომ მეტი ახალგაზრდა ჩვენთან პროცესში. თან როგორ თანამშრომლობს აეროპორტი? აი როგორია ვთქვათ, პარტნიორი ობიექტები, მომსახურება, როგორ მათი მომსახურებები ტურიზმის მიმართულებით, აი როგორ თანამშრომლობს? თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული კვირის განმავლობაში ჩვენ კვირეული ქონდა დაბადების დღის კვირეული, ქუთაისის აეროპორტში წარმოდგენილი არის 20-ზე მეტი პარტნიორი კომპანია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდის მატარებლები. ტურისტებს, მგზავრებს, მომსახურე პერსონალს მუდმივად ვთავაზობთ განახლებებს. ყველანაირ მომსახურებას ვთავაზობთ, ეს არის კვების ობიექტებით დაწყებული, დამთავრებული სამოგზაურო საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ელექტრონული მომსახურება, სიმბარათების მომსახურება, დაზღვევა, სავალუტო მომსახურება, რაც ჭირდება გზავრს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასადგილებლად, ან გზავრობის პროცესში ჩვენ ყველა სერვისი გვაქვს აეროპორტში განვითარებული. ასევე ვამატებთ კიდე ახალ სერვისებს, მუდმივად ვითარდებით და კოლაბორაცია ძალიან ეფექტური არის ამ კომპანიებთან. ბატონ ლევან, ყველაზე მეტად რა მომწონს? იცი, კითხვას არ ვსვამ. მე მომწონს ყველაზე მეტად, რომ შედიხარ მაგალითად პარიზის აეროპორტში, ან და აწერია ქუთაისი, ჯორჯია, იმიტომ რომ ნამდვილად უკვე ძალიან გეამაყება ეს 13 წლის წინ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რომ წარმოგვიდგინო რომ ქუთაისიდან კოპიტნარის აეროპორტი და მოდით აი ეს თემა განვავრცოთ, აი რამდენი ქვეყანა დაფრინავს რეალურად ავიაკომპანიებს გულისხმობ? და ძირითადად უფრო რომელი? დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინავს 7 ავიაკომპანია. 17 ქვეყნის მიმართულებით და 32 მიმართულება გვაქვს, 32 წერტილი არის. 17 ქვეყანა. წარმოუდგენელი. კი, და ეს არ ვჩერდებით ამ 17 ქვეყანაზე, მუდმივად ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს საქართველოს ეკონომიკის და განვითარების სამინისტროსთან ერთად, მათი მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. აქტიურად მუშაობთ, რომ ახალი მიმართულებები, ახალი ბაზრები ავითვისოთ, ახალ ავიაკომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მაქსიმალურად იყოს მიღწევადი, მაქსიმალურად იყოს დაფარული ყველა ის ქვეყანა, ყველა ის ქალაქი, რაც შეგვიძლია ჩვენ ავითვისოთ, თუნდაც ქუთაისის აეროპორტიდან.
ბატონო ლევან, ყველაზე მთავარი ამ ამბავში კარგი აეროპორტი, ამაზია, მნიშვნელოვანია კომპანია, მაგრამ ყველაზე მთავარია ასაფრენ-დასაფრენი ზონა. ამაზე მნიშვნელოვანი მათ არაფერი არ არსებობს. და მე ვიცი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და კიდევ უფრო აპირებთ ამის დახვეწას. სადაც უსაფრთხოება ყველაზე მეტად დასაცავია. აი თქვენ მოგვიყევით რა ხდება ამ ასაფრენ-დასაფრენ ზონაში. ავიატორები საერთოდ ასე ვიძახით, რომ ყველა წარმატებული ფრენა იწყება ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან და ყველა წარმატებული ფრენა სრულდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. ზუსტად ეს არის მთავარი განმაპირობებელი აეროპორტის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მუშაობთ, ესე იგი, წეგან ვახსენე, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობაზე 3500 მეტრიანი ზოლი გვექნება, რომელიც რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მასშტაბური, ეს მარტო ზომებიდან გამომდინარე არ არის, ეს იმას განაპირობებს, რომ ყველაზე დიდ საჰაერო ხომალდებს მოემსახურებით შეზღუდვის გარეშე. დიდი საჰაერო ხომალდი თავისთავად ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ მგზავრს, მეტ ფრენას, პრესტიჟს, რა თქმა უნდა, რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი მასშტაბური მშენებლობა არ სრულდება. ჩვენ ახლა პროცესში ვართ, აქტიურ ფაზაში ვართ შესული, ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან ერთად. მშენებლობას ასრულებს სამშენებლო კომპანია ანაგი. ჩვენ პარტნიორთან ერთად, საქაერო ნავიგაციასთან ერთად ვცნობთ, რომ ეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღჭურვილ თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით. იმედი გვაქვს, რომ პროცესი მალე დასრულდება, მომავალ წელს მივიღებთ პირველ საჰაერო ხომალდს ამ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე და არ გავჩერდებით, ეს არ არის განვითარების ერთი ეტაპი, ეს მუდმივი პროცესი არის და ჩვენ ვზრუნავთ, რომ მუდმივად გავაფართოვოთ აეროპორტის მასშტაბები. რაც შეეხება დისციპლინის ნაწილს, აი სულ აინტერესებს ყველა მგზავრს და ხა ყველა მგზავრები ვარ და გვაინტერესებს. აი მაგალითად, საიმიჯო მიმართულება. მაგალითად, თუ კი აეროპორტში სადმე ყავამ დააგვიანა, ან ბორტგამცილებელი არ მოვიდა დროზე, მე სულ გახსოვს და ყველას გადასცემ, რომ იცით იმ აეროპორტში ყავა იგვიანებს. აი ხო მარტივი ამბავია, თითქოს ყავამ დაიგვიანა, მაგრამ მთლიანობაში ეს მე იმიჯს ქმნის. ამ კუთხით როგორია აი დისციპლინა, იმიტომ ეს 24 საათიანი სამუშაოა რეალურად. აი სად იწყება დღე, სად მთავრდება, როგორ იწყება დილა, როგორ გამდება მე რა ხდება და ესეთ დეტალები გვაინტერესებს. ფაქტობრივად, ნებისმიერ აეროპორტისთვის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, არა აქვს მნიშვნელობა დღის რომელი პერიოდია. იმიტომ რომ ჩვენთვის დღის ყველა პერიოდი და ყველა მონაკვეთი არის მნიშვნელოვანი, როდესაც ფრენა სრულდება. დღის და ღამის. ღამისაც, დღე-ღამის განმავლობაში. მუდმივად ვზრუნავთ ჩვენ გზავრზე. თავარი ჩვენთვის არის გზავრის კმაყოფილება. ჩვენ გვყავს მაღალი კვალიფიციური სტაფი. ჩვენთან ერთად, ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან უწყებებთან ერთად მუდმივად ვართ ერთ ხაზზე მზადყოფნაში, რომ გზავრს მაქსიმალურად დაუდგეთ გვერდით. მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ. თუნდაც ის, რომ მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ჩვენ ქუთაისის აეროპორტში დავნერგეთ ძალიან ესეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიღწევები, ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიც არის მაგალითად თვითმომსახურების ზონები, self check-in ეგეთ წოდებული. გავაკეთეთ თვითონ ესე იგი გამოფრენი მგზავრისთვის გავაკეთეთ თვითრეგისტრაცია, ანუ საზღვარზე რო შემოდიხართ, გრძელ რიგებში დგომას, რომ თავი ავარდოთ საქართველოს მოქალაქეებმა, მივდივართ პირდაპირ. ეხლა არ გაქებთ, მაგრამ აი გულწრფელად ვამბობ. მე სოფლიოს თითქმის ყველა აეროპორტში ვარ ნამყოფი. რა რიგები მინახავს და ქუთაისში ეს არის ძალიან კომფორტული. ნუ მანდ ხა მასშტაბებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი მასშტაბის არა, ქუთაისის ზომის აეროპორტებიც მინახავს, სადაც არის უამრავი მგზავრი და ვერ ხდება ხოლმე ეს და ქუთაისში ამ თვალსაზრისით ეს ძალიან კარგად არის. არ ვიცი, ეს არის ქართული სტუმართმოყვარეობის ბრალი, თქვენი დისციპლინის ბრალი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ეს ასე არის. მაგრამ არის თუ არა გამოწვევები და აი რა არის მთავარი გამოწვევა? კი, რა თქმა უნდა, პროცესები გამოწვევების გარეშე არ არსებობს. გამოწვევა ის არის, რომ მზარდი მგზავრთა ნაკადი გვაქვს. ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი არის მასშტაბებითაც და ჩვენ გვინდა რომ ფეხი აუწყოთ ამ პროცესებს, დინამიურ ზრდას, აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, ინვესტიციას ვხდებთ აეროპორტის განვითარებაში, მასშტაბების განვითარებაში, ტექნოლოგიების დანერგვაში. სწორი კადრების შერჩევაში, მომზადებაში, გვინდა რომ ეს სფერო, ეს სეგმენტი ყოველთვის წარმატებული იყოს. ავიაცია გამოწვევების გარეშე არ არსებობს როგორც აღნიშნე და ჩვენც გვინდა რომ მაქსიმალურად ფეხი აუწყოთ ამ პროცესებს, არ ჩამოურჩეთ პირიქით, გვინდა რომ მოწინავე გვერქვას, ლიდერები ვიყოთ ამ სფეროში.
მაქსიმალურს ვაკეთებთ, მაქსიმალურს ვხდებთ კომპანიაც, სახელმწიფოც, რომ ეს სფერო იყოს ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც წეგანაც აღნიშნე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში და გვინდა რომ ეს ნიშა შევინარჩუნოთ. ერთი კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ. თუნდაც ერთი მგზავრის გამო შეიძლება აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ღამით გვიან გააღვიძონ? რა თქმა უნდა, ხშირი პროცესი არის, ეს არ არის ახალი ჩვენთვის. როგორც აღნიშნე, ჩვენ დღე და ღამე არ გვაქვს 24 საათი მუშაობს, დირექტორიც მათ შორის. ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის განმავლობაში დახმარება დაჭირებია ვინმეს და გზად ვართ, ყველა მობილიზებული, მთელი გუნდით მობილიზებულები ვართ, რომ კომფორტი შეუქმნათ მაქსიმალური. აი ხა დახმარებაზე თქვით და მე მაგალითად ძალიან მეშინია ფრენდი და სულ მაქსიმალური რომ აი აეროპორტში რომ რაღაცა ამ ფსიქოლოგიური ის ჩამიტარება დახმარება. ამაზე თუ გიფიქრიათ საერთოდ და თუ არის ეს როდესაც ეშინია რომ რაღაცით დაეხმარა. სერვის პლუსის ერთ-ერთი მიმართულება არის, რომელიც ყველა აეროპორტში თითქმის დანერგილი. მგზავრი როდესაც მიდის რეგისტრაციაზე, პირველი რაც არის დამხვედრი რეგისტრატორი რიმილით ეგებება. აცნობებს მის უფლებებს, მის ვალდებულებებს, თუ შეატყო რაღაც ღელვა, მაქსიმალურს ეცდება რომ დაამშვიდოს. ასევე ჩასხდომის წინ, როდესაც ხდება რეგისტრაცია, იმიტომ აქვს ჩვენ თანამშრომლებს მუდმივად ღიმილი, მუდმივად ესეთი ატმოსფერო იქნება აეროპორტში, რომ მაქსიმალურად როგორც კი აფრინდება ყველაზე ძვირფასი იქ მფრინავი და დიდი მადლობა უნდა გითხრათ თქვენ, როგორც თქვენ თქვით უძილო ღამეებისთვის და იმისთვის, რომ მგზავრების კომფორტზე ზრუნავთ, თუმცა ერთი სიმართლე უნდა ვთქვა, რომ რამდენჯერაც მიფრენია გიორგის არ იყოს ბევრ აეროპორტში ამყოფი ვარ, მაგრამ უსაფრთხოების ღვედი როგორ უნდა გაიკეთო, ეგ ვერასოდეს ვერ დავიმახსოვრე რამდენჯერაც თითქოს პირველად შედიხარ ყოველთვის ესე. მადლობა და მადლობა და მადლობა ხალხს ამ კარგი საქმეებისათვის. გურმესი მადლობა მოწვევისთვის.